ისევ კონსპირაციული თეორიები და მორიგი შეტევა ევროპელ პარტნიორებზე ქართული ხალხის სახელით BBC-ს საგამოძიებო ფილმის გასაჯაროების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა ანტიევროპული გზავნილები ახალ მასშტაბზე აიყვანა. მაგალითად, კახა კალაძემ დღეს გაავრცელა მიმართვა, სადაც ყვება, რომ მტრულ ძალებს ეს კოორდინირებული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებისა და მოსახლეობის დაზაფხულისთვის სჭირდებათ. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ოცნება ახლა იმ ადამიანებს ემუქრება, ვინც ოლიგარქის მხილებაში დიდი როლი ითამაშა. ნინი ბალანჩივაძე განაგზობს საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში ნინი გისმენთ. დიახ, მას შემდგომ რაც ჩვენ მოვისმინეთ მდინარაძის უწყების მხრიდან განაცხადი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასრულა გამოძიება იმ მუხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ჩვენ ამის შემდგომ ასევე ვნახეთ, რა განაცხადი გააკეთა ოცნების პრემიერმა. დღეს კი უკვე ქართული ოცნების პროპაგანდის სათავეში არის კახა კალაძე. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ვრცელი ვიდეო მის საკუთარ Facebook გვერდზე და ის შეიძლება ითქვას, რომ ისევ კონსპირაციების თეორიებში არის ახალი საფეხური არის ეს ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც შეტევად აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც ხდება მათ შორის BBC-ს საგამოძიებო სტატიასაც, ფილმსაც, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სავარაუდო ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ოცნება იყენებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ქვეყანაში არც არჩევნები გაყალბებულა, არც არავინ მოუწამლიათ და ამ ყველაფრის მიზეზი არის ჰიბრიდული ომი და მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი, როგორც ქართული ოცნება ამბობს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, თუმცა არაფერს ამბობს ოცნების გუნდი საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი კითხვა დარჩა სუსის განცხადების შემდგომ, სწორედ ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით კონკრეტულად რა იყო გამოყენებული და თუ არაფერი არ აქვს ქართულ ოცნებას დასამალი, მაშინ ეს დოკუმენტები რატომ არ საჯაროვდება და რაზეც აქცენტს აკეთებენ სხვადასხვა უწყებები ამ დროის განმავლობაში. ეს მოვისმინეთ გუშინ კობახიძის მხრიდან, დღეს უკვე კალაძის მხრიდან არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს გამოძიებას უცხო ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობ და შეიძლება ითქვას, რომ ოცნების გუნდი ციხეში გაშვებით ემუქრება ყველას, ვინც რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს გამოძიებას. რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაში არის ნათქვამი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. მაშინ, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, საზოგადოებაში გამოგონილი თემებით მღელვარების გამოწვევა, რადგან ეგრეთ წოდებული კომიტეტის გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია, სამოგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოვისმენთ ის, რომ გწამლავდით, ოღონდ ძალიანაც არ გწამლავდით, რაღაც სხვა ნივთიერებები იყო, ოღონდ აქ თავარი ესეც კანონდარღვევაა. პოლიციის შესახებ კანონის 33 მუხლი არეგულირებს იმ სპეციალური საშუალებების გამოყენების ნუსხას, გაწერილია, რის გამოყენების უფლებაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ეს იყოფა ორ ნაწილად: პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. არც ერთში, არც პასიურში და არც აქტიურში არის მითითებული ქიმიური ნივთიერებები, როგორც სპეციალური საშუალებები. ამიტომ ძალიან მარტივად დადონ დოკუმენტაცია თუ ესეთი მართლები არიან, რა ნივთიერებები გამოიყენეს, რადგან ეს აღიარეს მათ, რომ ქიმიური ნივთიერებები ჩვენ გწამლავდით. თუ ესეთი მართლები არიან, მართავ ადამიანს შეუძლია საკუთარი სიმართლე ძალიან მარტივად დაამტკიცოს. ყველასთვის სანდო საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება მოიწვიონ. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დგას რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებს ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თანხმდებიან იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსმენილი ბრიფინგის შემდგომ პირდაპირ დასტურდება, რომ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ აინტერესებთ კითხვებზე პასუხი, მათთვის არ არის ის გამოძიება სარწმუნო, რომელიც ჩაატარა ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მნიშვნელოვანი
უცვლელად მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მაგალითად უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა 4 და 5 დეკემბერს, თუმცა რა გამოიყენეს სხვა დღეებში, ეს არის უცნობი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ქართული ოცნება დახურულად აცხადებს ამ გამოძიებას, ისინი არიან შეთქმულებების თეორიებში და ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.